ირანმა დღეს კიდევ ერთი ულტიმატუმი დონალდ ტრამპისგან უარყო და კვლავ დახურა ჰორმუზის სრუტე, მაგრამ ამჯერად სრულად და წამოაყენა საფასუხო ულტიმატუმი ამერიკის შეერთებულ შტატებს. ამერიკულმა ჯარებმა რეგიონი სრულად უნდა დატოვონ. შაბათის საღამომდე ვაშინგტონი ოფიციალურად ითხოვდა, რომ ირანს საჯაროდ დაეგარანტირებინა ჰორმუზის სრუტე ღია იქნებოდა და სავაჭრო გემებზე თავდასხმები აღარ განმეორდებოდა. დონალდ ტრამპის ფორმულირება მუქარად ჟრერდა. თუ თეირანი ასეთ გარანტიებს არ მისცემს, ციტატა, ეს ირანისთვის საუკეთესო დღე არ იქნება. მაგრამ შაბათი გავიდა და ირანმა უპასუხა, თუმცა არა გარანტიებით. ირანმა რაკეტით დაარტყა კონტეინერგზით პირდაპირ ჰორმუზის სრუტეში. შემდეგ კი გამოაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე დახურული იქნება მანამ, სანამ აშშ არ შეწყვეტს, ციტატა, ჩარევას რეგიონში. ირანმა ეს გააკეთა რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ომანმა საზღვაო მიმოსვლის სრულად გახსნის გეგმა შესთავაზა. ეს იყო დემონსტრაციული სილა დონალდ ტრამპისთვის. თითქოს აი უკვე შეთანხმება უკვე მოილაპარაკეს, მაგრამ ირანი ამბობს, ჩვენ ამას არაფრად ვაგდებთ. ამ გამოშვებაში განვიხილოთ, რა მოხდა ბოლო 24 საათში. რატომ ჩავარდა დონალდ ტრამპის ულტიმატუმი ასე საჯაროდ და მთავარი, რატომ შეიძლება ამერიკას მთელი თავისი ძალის მიუხედავად უბრალოდ არ ეყოს ჩურვები, რომ ეს ულტიმატუმი გაამყაროს. რადგან ნამდვილი სენსაცია არა ირანის სითამამეშია, არამედ ახალ ანალიზში მოყვანილ ციფრებში. ეს ანალიზი ასე ჟღერს: 9 ცად, თითქმის 9 პატრიოტი და მე-13 ტომაჰოკებისა უკვე დახარჯული. და ამის აღდგენა წლები დასჭირდება, მაშინ როცა ომი უკვე ახლაა საჭირო. ჩემი სახელი ალექსეი პეჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა, მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ ეს YouTube არხი. ჩვენ მივდივართ 300,000 გამომწერამდე. პირადად მადლობელი ვიქნები თქვენი გამოწერისთვის. მოდით ყველაფერს რიგრიგობით მივყვეთ. წინა დღეს შაბათს აშშ-ს პირდაპირ არხებით და შუამავლობის მეშვეობით თეირანისგან მოითხოვა, რომ შაბათის 11 ივლისის ბოლომდე საჯაროდ ეცნოთ, რომ ჰორმუზის სრუტე ყველასთვის ღიაა. და დაეპირდათ, რომ დაუყოვნებლივ შეწყოდნენ დარტყმებს კომერციულ გემებზე. მაგრამ ამის ნაცვლად ირანის ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსის რაკეტამ ჰორმუზის სრუტეში პირდაპირ დაარტყა კონტეინერგზით გალაქსის, რომელიც კვიპროსის დროშის ქვეშ იყო. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მონაცემებით, გემმა მიიღო სერიოზული დაზიანება სამანქანე განყოფილებაში. ბორტზე გაჩნდა ხანძარი, ხოლო ეკიპაჟის ერთ-ერთი სამოქალაქო წევრი უბზო-უკლოდ დაკარგულად ითვლება. ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსმა მაშინვე განაცხადა, რომ რამდენიმე გემი, ციტატა, უცხოელების წაქეზებით ცდილობდა გაელო თეირანთან შეუთანხმებელ მარშრუტზე და უბულებელყო მოთხოვნები კურსის შეცვლაზე და მათ მიმართულებით განხორციელდა გამართლებელი გასროლა. ის გამაფრთხილებელი გასროლა ბრჭყალებში, რომელმაც სამანქანე განყოფილება მთლიანად დაანგლია და ადამიანს სიცოცხლე დაუჯდა. და შემდეგ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსის მთავარი განცხადება, ციტატა. ამ ინციდენტის შემდეგ ჰორმუზის სრუტე დახურულია შემდგომი შეტყობინებამდე და სანამ ამერიკის შეერთებული შტატები არ შეწყვეტს ჩარევას რეგიონში, არც ერთ გემს არ მიეცემა ტრანზიტის უფლება. ერთმხრივი შეთანხმებების ეპოქა დასრულდა, აშშ-მ უნდა შეასრულოს თავისი სიტყვა, ან გადაიხადოს ფასი. და რომ გავიგოთ რა მასშტაბის დამცირება იყო ეს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, საჭიროა ერთი დეტალი, რომელიც ბევრმა გამოტოვა. ირანის მხრიდან გემზე დარტყმა მოხდა რამდენიმე საათის შემდეგ, რაც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას რაქჩიმ ომანში დაასრულა პირდაპირი მოლაპარაკებები ომანისა და კატარის კოლეგებთან. და მთავარი, ამ მოლაპარაკებებზე ომანმა შესთავაზა ჰორმუზის სრუტეში ორივე საზღვაო კორიდორის სრულად გახსნა. სამხრეთის მარშრუტი ომანის წყლებზე გაიხსნებოდა საერთოდ ყოველგვარი წინასწარი შეთანხმების გარეშე. коридора в Ормузском проливе. წყლის მარშრუტი ომანის წყლებზე გაიხსნებოდა საერთოდ ყოველგვარი წინასწარი შეთანხმების გარეშე. უბრუნდებით სამხედრო წესებს და ის ამბობს, ნება მიეცით ირანსაც იგივე გააკეთოს, ერთად უზრუნველყოფთ სრუტის უსაფრთხოებას, ყველაფერი იმუშავებს. ამერიკელები კი უბრალოდ გვერდზე გადგებიან. ანუ შუამავლებმა მაგიდაზე დადეს ფაქტობრივად მზა გადაწყვეტილება. და ირანმა პასუხად რაკეტით დაარტყა, თანაც სწორედ იმ გემს, რომელიც სამხრეთის მარშრუტით მიდიოდა, ომანის გავლით, ომანის ტერიტორიულ წყლებში. ეს შეგნებული შეურაცხყოფაა როგორც ვაშინგტონის, ისე შუამავლების მიმართ ერთდროულად. თითქოს თქვენი რაღაც წინადადებები არ გვაინტერესებს, ყველაფერი ჩვენი წესებით იქნება. და აი აქ მოხდა ის, რაც თეთრ სახლს კიდევ უფრო აწყვეტს. უკვე თუ გაითვალისწინებთ კვირა დღის შუადღეა, ვადა დიდი ხანია გასულია, ხოლო ტრამპს საჯაროდ არანაირი რეაქცია არ ჰქონია ამ ინციდენტზე. აშშ-ის პრეზიდენტი, რომელმაც შეგახსენებთ, დაპირდა, ციტატა, ირანს დაბომბავდა ისეთ დონეზე, რაც მათ არასდროს უნახავთ.
იმ მომენტში, როცა მისი ულტიმატუმი დემონსტრაციულად გათელეს დუმს. მაგრამ აი აშშ-ს სამხედროები არ დუმდნენ და ესეც მნიშვნელოვანია, როცა დონალდ ტრამპს აკრიტიკებთ. იმიტომ რომ კი, კარგი, მან არაფერი განაცხადა, მაგრამ აშშ-ს ქმედებები მაინც ხორციელდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ გამოაცხადა ირანზე კვირის განმავლობაში მესამე დარტყმების სერიის შესახებ. მასშტაბი საკმაოდ სერიოზულია. დაზიანებულია 140 სამხედრო ობიექტი. ეს არის სარაკეტო და უპილოტო კომპლექსები, საბრძოლო მასალის სათხოვები, საკომუნიკაციო კვანძები და სანაპირო რადარები. აფეთქებები ისმოდა ბანდერაბასში, სირიქში, ჩაბაჰარში, კეშემის კუნძულზე, ბუშერის პროვინციაში და ასალუეში. ეხლა კი შემოგთავაზებენ აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ციტატას. ირანს მიეცა კიდევ ერთი შესაძლებლობა ეჩვენებინა მემორანდუმის შესრულება მას შემდეგ, რაც ის პასუხისგებაში მიეცა კომერციულ გემებზე წინა თავდასხმებისთვის. და მან კვლავ ვერ შეძლო ამის გაკეთება. დარტყმები როგორც სამხედროები აღნიშნავენ, ხორციელდება მთავარსარდლის მითითებით, ანუ პირადად დონალდ ტრამპის ბრძანებით. ხოლო პენტაგონის ხელმძღვანელმა პიტ ჰექსეტმა თავის სტილში განაცხადა, ციტატა: ირანმა არასწორი არჩევანი გააკეთა, დარტყმებისთვის ისიხის. აი რა მოხდა შემდეგ, ეს მნიშვნელოვანი. ირანი არ შეშინებულა. თეირანმა საპასუხო სარაკეტო დარტყმები მიაყენა. როგორც სამხედროებმა აღნიშნეს, ამერიკულ სამხედრო ბაზებს სპარსეთის ყურის ქვეყნებში. ანუ ციკლი ისევ დაგვიბრუნდა. გახსოვთ უკვე განვიხილეთ თქვენთან ერთად. ციკლი ასე ჟღერს. ამერიკული სამხედრო ბაზების შესახებ სპარსეთის ყურის ქვეყნებში. ანუ ციკლი ისევ დაგვიბრუნდა. გახსოვთ უკვე განვიხილეთ თქვენთან ერთად. ციკლი ასე ჟღერს. ჟღერს ულტიმატუმი ამერიკის შეერთებული შტატებისგან, შემდეგ ისევ უბრუნდებით წრეს. ირანი ყველაფერს იგნორირებს. შემდეგ მოყვება ამერიკის შეერთებული შტატების დარტყმები და ამის შემდეგ მოდის მითითება ამერიკის შეერთებული შტატებისგან. შემდეგ ისევ უბრუნდებით წრეს. ირანი ყველაფერს იგნორირებს. შემდეგ მოყვება ამერიკის შეერთებული შტატების დარტყმები. ირანის დარტყმები, რის შემდეგაც ისევ ჟღერს აშშ-ს ულტიმატუმი. და ასე, როგორც აღნიშნეს, ყველაფერი წრეზე მიმდინარეობს. ეს არის კლასიკური ესკალაციის სპირალი. საიდანაც აშკარა გამოსავალი არ ჩანს. აი სწორედ ამაშია საქმე. თან ირანელები წინასწარ აფრთხილებდნენ, რომ კონტეინერბზიდის გამო ნებისმიერი საპასუხო დარტყმა მათ მკაცრ პასუხს შეხვდებოდა და ეს ქმნის სიტუაციის საშიშროებას. ამ ჩიხიდან გამოსავალი არ ჩანს. თან ირანელები წინასწარ აფრთხილებდნენ, რომ ნებისმიერი პასუხი კონტეინერბზიდზე მიიღებდა მათ მკაცრ პასუხს. რეგიონში, ახლო აღმოსავლეთში, ახალი მტრული ბაზები აუცილებლად გახდება სამიზნე. და საბოლოოდ, როგორც უკვე რამდენიმე თვეა ვხედავთ, ეს სპირალური ესკალაცია ერთსა და იმავე ციკლს ატრიალებს. და ეს ყველაფერი ახალი ომის ტალღას გავს. მაგრამ სწორედ აქ არის პრობლემა. რატომაც სხვათა შორის ტრამპი დუმს? რატომ არ მოხდა ტრამპის ულტიმატუმს დაუყოვნებელი გამანადგურებელი დარტყმა, რომელსაც ის პირდებოდა? დიახ, აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ უპასუხა, მაგრამ არა გამანადგურებლად, არამედ იყოთ გულწრფელები, როგორც ყოველთვის. ისინი მუდმივად ურთხამენ რადარებს, სანაპირო ზონას, სამხედრო ობიექტებს და ასე შემდეგ. ეს უკვე საკმაოდ ხშირად მეორდება, მაგრამ რაიმე სუპერ გამანადგურებელი დარტყმა არ ყოფილა. ხოლო პასუხი კითხვაზე, რატომ დუმს ტრამპი და რატომ არ არის გამანადგურებელი დარტყმა, მოცემულია სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის ახალ ანალიზში. იმ მომენტისთვის, როცა აშშ-სა და ირანს შორის სრულმასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები ოფიციალურად შეჩერდა აპრილში, პენტაგონმა უკვე იმ დროისთვის დახარჯა მინიმუმ 9 თავისი ცატის ჩაუნგდები, თითქმის 9 პატრიოტის გადამჭრელები და დაახლოებით 30 თომაჰოკის ფრთოსანი რაკეტა. როგორც ჩანს, ამ ომში პაუზა უნდა მიეცა შეერთებულ შტატებს დრო მარაგების შესავსებად. მაგრამ მიმდინარე მიწოდების გრაფიკების მიხედვით, პენტაგონი იღებს დაახლოებით 15 ახალ ტომაჰოკს და 20 ახალ პატრიოტის რაკეტას თვეში. ახლა ყურადღება მიექციეთ, ხოლო 2026 წელს ცაატის ჩამჭერი რაკეტების მიწოდება საერთოდ არ არის გათვალისწინებული. ამიტომ სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრი აფასებს, რომ მარაგების ომამდელ დონემდე აღდგენა 3 წელი ან კიდევ მეტი დასჭირდება. და დაფიქრდით ამ არითმეტიკაზე. ოპერაციის პირველ 16 დღეში ამერიკულმა ძალებმა გაუშვეს 402 პატრიოტის რაკეტა. 402. ამჟამინდელ თვეში 20 რაკეტის ტემპით მხოლოდ ამ სროლის შევსებას 2 წელზე მეტი დასჭირდება. ოპერაციის იმავე პირველ 16 დღეში ტომაჰოკის ტიპის რაკეტა სულ 535 ცალი გაუშვეს. საზღვაო ქვეითების გადამდგარი პოლკოვნიკი და ამ ცენტრის ანალიტიკოსი მარკ კენსიანი აშშ-ისთვის რისკს პირდაპირ აყალიბებს. შემდეგ მოხვება მისი ციტატა. თუ ომი იმავე ტემპით გაგრძელდება როგორც ბოლო 5 თვეა, მარაგები იმდენად შემცირდება, რომ გაჩნდება ახალი, უფრო მაღალი რისკის დონე, მაგრამ უკვე ინდოწყნარი ოკეანის რეგიონში. აი ეს არის ნამდვილი მახე დონალდ ტრამპისთვის. ყოველი რაკეტა, რომელიც ირანის მიმართულებით ისროლეს, ეს არის რაკეტა, რომელიც აღარ იქნება, თუ ჩინეთი ტაივანზე დაიძვრება. და აი კენსიანი ამას უწოდებს გაზრდილი მოწყვლადობის ფანჯარას წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში. პენტაგონი, რა თქვა, და საჯაროდ მაქსიმალურ თავდაჯერებლობას ავლეს.
დღეს კი პრესმდივანმა შონ ბარნეუმმა განაცხადა ციტატა: ამერიკის შეიარაღებული ძალები მსოფლიოში ყველაზე ძლიერია და აქვს ყველაფერი საჭირო, რომ იმოქმედოს იმ დროსა და იმ ადგილას, რომელსაც პრეზიდენტი აირჩიოს. მაგრამ მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო იმას, რომ შონ ბარნელის ეს განცხადება სიტყვასიტყვით იდენტურია იმ განცხადებისა, რომელიც ამავე შონ ბარნელმა აპრილში გააკეთა. აი როცა ისინი ომში პაუზას იღებდნენ, მან ზუსტად იგივე სიტყვასიტყვით თქვა. ის ამბობს, აი როცა საჭირო იქნება, მაშინ დავარტყამთ. ჩვენ ყველაფერი გვაქვს, ჩვენ ყველაზე ძლიერები ვართ და ასე შემდეგ. ანუ აქ რეალური არგუმენტის ნაცვლად უბრალოდ კოპი-პასტია. ხოლო ტრამპი ცდილობს პრობლემა ადმინისტრაციულად მოაგოროს. ივნისში მან გამოიყენა თავდაცვის წარმოების შესახებ კანონი, რათა ბიუროკრატიული ბარიერები მოეხსნა და რაკეტების წარმოება დაეჩქარებინა. მაგრამ საწარმოო სიმძლავრეების გაფართოებას დრო სჭირდება, რომელიც ტრამპს არ აქვს. მახის მეორე ნახევარი ეკონომიკაა და სწორედ აქ ირანი ტრამპს ყველაზე სუსტ წერტილში ურტკამს. ომამდე ჰორმუზის სრუტე ატარებდა მსოფლიო ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი აირის მეხუთედს. მისმა ბლოკადამ უკვე დაანგრია ენერგეტიკული ბაზრები. ფაქტობრივმა ირანულმა ბლოკადამ ენერგორესურსების ფასების ზრდა და გლობალური ინფლაციის დაჩქარება გამოიწვია. აქ ჩნდება პოლიტიკური, ასე ვთქვათ, პოლიტიკური არითმეტიკა, რომლისგანაც დონალდ ტრამპი ვერ გაექცევა. ის ვერ შეძლებს უბრალოდ აირიდოს ეს და იცით, თავი მოაჩვენოს თითქოს ეს არ არსებობს. ფასების ზრდა, განსაკუთრებით ბენზინზე, პოლიტიკურად ყველაზე მგრძნობიარე საკითხია დონალდ ტრამპისთვის ნოემბრის კონგრესის არჩევნების წინ. როგორც იცით, ისინი უკვე ცდილობენ შექმნან რაღაც ცალკე ქსელი. მაგალითად, საპრეზიდენტო ავტოგასამართის სადგურების, სადაც ბენზინი უფრო იაფი იქნება ვიდრე სხვაგან. მოკლედ, ცდილობენ მოიფიქრონ რაღაც პოლიტიკური პროგრამები. იმისთვის, რომ ამერიკელებს აჩვენონ, თითქოს ბენზინის ფასების პრობლემა არც ისე მწვავე. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ამერიკელი ხვდება რა რთული და მძიმე პრობლემაა ეს ირანელებსაც სხვათა შორის ესმით. ირანელებიც ამას მშვენივრად ხვდებიან. მათი გათვლა ძალიან მარტივია. რაც უფრო დიდხანს იქნება დახურული ჰორმუზის სრუტე, მით უფრო ძვირი იქნება ბენზინი ამერიკულ ბენზინგასამართ სადგურებზე და მით უარესი იქნება რესპუბლიკელებისთვის ნოემბრის არჩევნებზე შედეგი. ანუ თეირანი ომს არა მხოლოდ რაკეტებით აწარმოებს. ის ომს ასევე ამ ფასებითაც აწარმოებს ავტოგასამართ სადგურებზე, სადღაც ოჰაიოში, პენსილვანიაში, კალიფორნიაში და ასე შემდეგ. ის იქაც ომობს. და კიდევ ერთი დეტალი, რომელიც ყველაფერს შეიძლება შეცვალოს. შაბათს პირველად დიდი ხნის შემდეგ, ასე ვთქვათ, ბრჭყალებში ხმა მოიღო ირანის ახალმა უზენაესმა ლიდერმა აიათოლა აიათალა მაჩტაბახნიმ. ეს ის ადამიანია, რომელიც თებერვლიდან არავის უნახავს და რომელიც არც კი გამოჩენილა მამის დაკრძალვაზე. უსვამ ხაზს, ირანული მედია მას მიაწერს წერილობით განცხადებას, სადაც ის მუქარას გამოთქვამს შურის ძიების შესახებ თავისი წინამორბედის და მამის სიკვდილისთვის, რომელიც ომის პირველ დღეებში მოკლეს. ეს ცვლის ვითარებას, რატო? იმიტომ რომ სანამ ლიდერი აჩტაბახმნი, თუნდაც წერილობით ფორმაში, მე არ ვიცი თავად წერს ამას თუ არა, მაგრამ მიუხედავად ამისა, როცა ეს ეფემერულ ლიდერიც კი დუმდა, შეიძლებოდა დაარტყმები მიგვეწერა ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსის რადიკალების თვითნებობაზე. ვაპარაკობდნენ იმაზე, რომ თითქოს არსებობს რაღაც განხეთქილება, რომ ესენი რადიკალები არიან, ეს მათი საქმეა, ხოლო ჩვენ მოლაპარაკებები გვინდა. გუშინ პირდაპირ ირანელებმა პოლიტიკური ექსტრემისა და პოლიტიკური ცრის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ მოისმინეთ, ეს იყო სისტემის ხარვეზი. ჩვენ შემთხვევით დავარტყით ჰორმუზის სრუტეს და არც კი ჩვენ, არამედ სამხედროებმა დაარტყეს. მათ თავიანთი შეხედულება აქვთ. შეიძლებოდა ყოველთვის ასე მოქცეულიყვნენ, თითქოს ყველაფერს მათ გადააბრალებდნენ, მაგრამ ახლა დამოდის უმაღლესი ლიდერი და საჯაროდ იღებს შურისძიების პოზიციას. ეს ნიშნავს, რომ ამავე მოლაპარაკე პირებს თეირანში პრაქტიკულად აღარ რჩებათ მანევრის სივრცე, იმიტომ რომ მათი მთავარი ლიდერი ამბობს, ჩვენ შურს ვიძიებთ. ყველანი, როგორც ის ამბობს, იქ ირანელები და მორწმუნეები თელ მსოფლიოში მალე დაიწყებენ შურისძიებას ალი ხამანეის მკვლელობისთვის. აქ ჩნდება კითხვა, რას გააკეთებს დონალდ ტრამპი ამ სიტუაციაში? როგორც მე მგონი, აქ სამი სცენარია. პირველი სცენარი, მასიური დარტყმა. სწორედ ის, რასაც ტრამპი პირდებოდა. მაგრამ პრობლემა რაშია? ნახევარი ცაადე აღარ არის, ნახევარი პატრიოტიც აღარ არის. ტომაჰავკები სულ უფრო და უფრო ცოტა. მათი აღდგენა მინიმუმ 3 წელი დასჭირდება. ყოველი გასროლა ირანის მიმართულებით ასუსტებს პოზიციებს ჩინეთის წინააღმდეგ. სხვათა შორის ეს სამხედროებმა ტრამპს ომამდეაც კი უთხრეს. გახსენებთ, რომ გაერთიანებული შტაბების კომიტეტის თავმჯდომარეები გენერალი დენ კეინი და სხვები აფრთხილებდნენ, რომ გახანგრძლივებული კამპანია ძალიან ძლიერ დაარტყმავს მარაგებს. განსაკუთრებით იმ მარაგებზე, რომლებიც უკრაინასა და ისრაელს სჭირდება. მეორე სცენარია კაპიტულაცია, მაგრამ ეშმაკურ გარიგებად შენიღბული. ანუ ომანის გეგმის მიღება ფაქტობრივად ირანის გავლის პირობებზე დათანხმება.
მაგრამ უნდა ითქვას, რომ ეს არა ირანმა, არამედ ომანმა მოიფიქრა ასეთი სქემა. თითქოს იქ რაღაც გადასახადი იქნება, მაგრამ ამას არ დაარქმევენ გადასახად გასავლელზე, არამედ დაარქმევენ მომსახურების მოსაკრებელს სრუტის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის და ასე შემდეგ. და ამას კიდევ დაარქმევენ ნებაყოფლობით. როგორც ჩანს, თითქოს არავინ არაფერს გაძლევს, მაგრამ თუ არ გადაიხდი, ვერ გაივლე. Политически პოლიტიკურად ეს დამანგრეველია, დიახ. ეს ნიშნავს აღიარებას, რომ ყველა ულტიმატუმი ბლეფი იყო. მაგრამ ეკონომიკურად ეს ერთადერთი სწრაფი გზაა, რომ არჩევნებამდე ნავთობის ფასები დავციოთ. და ტრამპს სხვათა შორის, აი რა არის ტრამპის თავისებურება, მას ეს გამოსდის. ანუ გაიხსენეთ, როცა 17 ივნისს მან ირანთან ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი, მან თქვა: "მოისმინეთ რასელით, გინდათ რომ ომი გავაგრძელოთ მათთან, თუ ომს გავაგრძელებთ, ნავთობის ფასებთან დაკავშირებით კატასტროფა იქნება." ეს ჩვენ არ შეგვიძლია დაუშვათ. თუ ჰორმუზის სრუტე დაიხურება, მაშინ ბენზინის ფასები ძალიან მაღალი იქნება. ამიტომ კი ცოტა შეცდომა დაუშვით, ცოტა ვერ გამოვთვალეთ, მაგრამ მოისმინეთ რას ელოდებით. შემდეგ როცა მას ეუბნებიან, შეხომ დაპირდი რომ მათ სარაკეტო არსენალს გაანადგურებდი. ტრამპი ამბობს: "კი, მაგრამ როგორ შემიძლია ეს გავაკეთო? რა, საუდის არაბეთს ექნება რაკეტები და ირანს არა? ასე ხომ ვერ მოვიქცევი? რას ელოდით? ასე გინდოდათ? ასე ვერ იქნება." და პარადოქსი ისაა, რომ მისი ამომრჩევლები ამბობენ: კი, პრინციპში ლოგიკურია. პრინციპში ყველაფერი ნორმალურადაა." ტრამვაი პირდაპირ 2 დღის წინ დაფიქრდით, 2 დღის წინ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი პრინციპში უკვე დენუკლეორიზებულია. ის ამბობს: "პრინციპში ჩვენ ხომ დავამარხეთ ისინი, გამდიდრებული ურანი, ყველაფერი. შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ დენუკლეორიზაციის საკითხიც უკვე გადაწყვეტილია." და მისი ამომრჩევლები ამბობენ: "პრინციპში კი." მე შეგახსენებთ, რომ ის უფრო მეტი ვიდრე 1 წლის წინ დაიმარხა. მაშინ რისთვის იყო ეს ომის ფაზა? მესამე სცენარი, ჩემი აზრით, ყველაზე სავარაუდო, ეს არის უბრალოდ მიმდინარე სცენარის გაგრძელება. ზუსტი დართმები ათეულობით ობიექტზე, მკაცრი რიტორიკა პიტ ჰექსეთის და ტრამპის მხრიდან, პარალელური მოლაპარაკებები ომანში, კაკატარში, პაკისტანში და იმედი, რომ თეირანის რადიკალები, როგორც იტყვიან, პირველები დაირლებიან. ეს ისაა, რაც უკვე ხდება. დართმები ხორციელდება სერიებად, პაუზებით, რომ არ ამოწურონ მთელი არსენალი და მაინც დატოვონ დიპლომატიის კარი ღია. მოდით შევაჯამოთ. ტრამპმა წამოაყენა ულტიმატუმი. ირანმა იგი დემონსტრაციულად დააიგნორა. სარაკეტო დართვმა მიაყენა სამოქალაქო გემს და ჰორმუზის სრუტე დახურა ამერიკული ჩარევის შეწყვეტამდე. ამაზე აშეჩემ ირანში 140 ობიექტზე დართმებით უპასუხა. ირანმა კი ამერიკულ ბაზებზე დართმებით უპასუხა. სპირალი როგორც ყოველთვის ერთსა და იმავე სცენარით ვითარდება. მაგრამ ორივე მხარის ხმამაღალი განცხადებების უკან დგას მაინც არასასიამოვნო სიმართლე. ამერიკა უკვე ნახევრად ცარიელი არსენალით იბრძვის, მაგრამ ირანიც მძიმედაა დასუსტებული და მისი მარაგებიც ამოწურვის პირასაა. აი რატომ გაისმა ტრამპის ულტიმატუმი, მაგრამ არ იმუშაო. არა იმიტომ რომ ტრამპმა გადაიფიქრა, არა, არამედ იმიტომ რომ სიტყვების თქვენ გადაიხდით, ჩვენ დაგარტყამთ, უკან დგას საცხობი, რომელიც მაინც უფრო სწრაფად იცლება, ვიდრე ივსება. ირანმა როგორც ჩანს, ეს ყველაზე ადრე გაიგო და სწორედ ამიტომ აძლევს თავს უფლებას ესროლოს გემებს და გამოაცხადოს ჰორმუზის სრუტე დახურულად, რადგან ესმის, რომ ამერიკელები დაარტყამენ ისე, როგორც აქამდე უტყამდნენ. ყველაზე შემაშფოთებელი უკრაინისთვის ამ ისტორიაში არის პირდაპირი კავშირი. როგორც აღნიშნა ზელენსკიმ, თითოეული პატრიოტი, რომელიც ახლო აღმოსავლეთში გაუშვეს, ეს ის პატრიოტია, რომელიც კიევს აღარ მიეწოდება, ანუ უკრაინას ვერ დაიცავს რუსეთის ბალისტიკისგან. სამწუხაროდ, ომი ჰორმუზის სრუტეში ნაწილობრივ უკრაინის უსაფრთხოების ხარჯზე ფინანსდება. აქ მრავალ წერტილს დავშამ. თქვენი აზრი და დასკვნები კომენტარებში დაწერეთ ამ გამოშვების ქვეშ, გამოიწერეთ არხი, დააწყაპუნეთ ზარზე და არ დაგავიწყდეთ ლაიკის დაჭერა. ამით ყველაფერი დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას ნახვამდის.